დიდებული ადგილი. კიდევ ერთი დიდებული ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ ლოკაციას აუცილებლად მიუთითებ ეს პატარა ხელოვნების ნიმუში. აქ უნდა წამოწე და უნდა დატყვე აქაურობით. აქ ორი ვარიანტია. ერთი აქედან ჩადიხარ და მეორე ვარიანტი არის იქ. მოდი, იქით გავუყვეთ, დავიძრათ. აი ასე. სად მიუყვება ულამაზესი მდინარე. ახეთ როგორი სიმწვანეა. საოცრება აქაურობა. ადგილები, რომლებიც უნდა ნახოთ აუცილებლად. ხა შევეცდები, რომ კარგი რაღაცები განახოთ. ეს არის სენაკში. ადგილს აუცილებლად მიუთითებ, ბევრს გეცოდინებათ, მაგრამ მაინც ვეცდები მიუთითო. აქაც უბრალოდ იყოფა გზა. ზევით ადის. მოდი გავყვე. ძალიან დიდი გზა არ ჩერდება და გზად ესეთი სილამაზეები ხდება ქვევით. ლამაზია ძალიან. აი აქედან შეგიძლია ერთი ჩასასვლელი აქაც არის. აი წელა გზა. სად არის ბევრი ძალიან კარგი საბანაო ადგილი. აი ესეთი. ძალიან ბევრი ხალხია. აი ესეთი ლამაზი ხეობა. აჰა. კი ბატონო. ხო, მაგრამ აი ეს აფუჭებს ხოლმე რა, ეს ხალხი და ესეთი არ გააკეთეთ ხოლმე რა, მიეთმეთ, წაიღეთ რა, რატო ყვევთ რა. არ შეიძლება. ჩვენი მეგობარი კროქსები, ყველგან და ყოველთვის, დღეშიც, ხრეშიც, ყველგან. ხო. აი ბევრი ასეთი პრობლემები ხდება რა. ბოთლები, სიგარეტის კოლოფები და ასე შემდეგ. აი ესეთ ლამაზ ბუნებაში როგორ შეიძლება ჩაიდინო ასეთი ქმედება. აი, რა უნდა თქვა, არ ვიცი. არ ვფრთხილდებით ბუნებას რა. ჯერ ხო სიგარეტის ნამწვავები ძალიან ბევრი. მოკლედ, ნუ დავაგვიანებთ, მაგრამ ჩვენ მაინც ვანაგვიანებთ, რა ვიცი. როგორ თქვა, ახლა განგებ ვაკეთებ, განგებ გამოდის ესე თქვა, თუ გეზარება. წაღება შენი მირთმეულის წაღება გეზარება, გამოდის რომ განგებ ვაკეთებ ამ ყველაფერს და რა ვიცი, ცუდია, ცუდი. არ დავიწყებ ახლა გინებას და რაღაცებს. აქედანაც ნახე. ოლიმპიური აუზიო. ნახოთ რა აუზია. აქეთ მიუყვება ულამაზესი ბუნება. ხო, რავი, მოკლედ გინება არ არის გამოსავალი, ლანძღვა და ერთმანეთის ცემატყება. რაღაცა უნდა მოვიფიქროთ ისეთი, რომ აი ეს რაღაცები არ გავაკეთოთ რა. შევაგინებთ და რა ვიცი, გავლახავთ და სოფელი აშენდება თუ რა იქნება.
ყველამ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისგებლობა და გაურთხილდეთ ასეთ რაღაცებს. ესეთი მიტოვებული შენობა არ ვიცი რა შეიძლება იყოს. შეიძლება იყოს პიონერთა ბანაკი, ძველი ყოფილი. ღია, მაგრამ როგორც წერია, ასვლა არ შეიძლება. ესეთი რაღაცაა და მიუყვება ბუნებაში. არ ვიცი, შეიძლება დროებით მიმდინარეობს რაღაც სამუშაოები და ამიტომ არ გვირჩევენ რომ ავიდეთ. აღჭურვილობის გარეშე. რაღაცების გარეშე, მაგრამ აქ პატრონი არ ჩანს და მაინც ეთქვა მიტოვებულია და ან არ მუშაობენ დღეს, ან არ არის დასრულებული აქაურობა. აი ასეთი დაბრკოლებებია და ეთყობა ჯერ არ ფუნქციონირებს. არ ვიცი, აქ უკვე დაზიანებულია, კი ჩანს. აქედან მიდიხარ იქ. და მე გადადიხარ ქვევით. ძალიან დიდიც არ ყოფილა. სიამოვნებით მოვსინჯავდი. ახეთ შუა გულტყეში. არ ვიცი რა შეიძლება იყოს მიტოვებული სახლი. ამ შენობას მიუბრუნდით. ესეთ შენობა აქ მე მგონი ფილმის გადაიღებ რაღაცას საშინელებათა ფილმს. მიტოვებული შენობა, როგორც მითხარით წინიდან რომ განახეთ წეღანით არის. აქ იყო ძველი პიონერთა ბანაკი. ახეთ როგორი კალბარდები გვაქვს. ესა კიბე, აქ ასასვლელი და ვერც ახვალ აქ. და მომიდგენი აქ თავის დროზე რა გუგუმი იყო. მოდი გავიდეთ. მომიდგენი აქ რა ხდებოდა. უკან ამხარესაც ახეთ რა ბუნება აქ. ორი ნაცნარი და ესეთი მაგარი შენობა. რამდენმა ახალგაზრდამ გაიცნო აქ ერთმანეთი თავის დროზე. წარმომიდგენია და რამდენ შემორჩა ამ ადგილიდან ნოსტალგიები. აქეთ ბოსელია შენობა. ნაგერ კიბეები. წინა მხარეს წეღან რო განახეთ ის მხარეა და ესეთი გაუხრებულია. არაფერი არ ხდება. უნდა მოხდეს. ანგრეული შენობა მიტოვებული. არც არაფერი წარწერა არ არის რომ რაღაცას მიხვდე. ულამაზესი ხის აივანი, რომელიც იქნებოდა ამ ადგილის ნამდვილი მშვენება თავის დროზე. კაციშვილი არ არის. ზამაიც აქ არ გირჩევთ ასვლას. ამ შენობაში ეს რაღაცებია და იქაც ყურეთ მესამე სართულზე. ასფალტია საფარი, ოღონდ ნუ გაფუჭებული. მაღალი ალბათობით აქ იყო პიონერთა ბანაკი. ეს ლამაზი ადგილი გახლდათ და ამ ადგილს თუ აითვისებენ და ისევ გახდება ბანაკი,
ახალი შენობით და ახალი ინფრასტრუქტურით იქნება ძალიან კარგი ადგილი. ქალაქ სენაკში. ნაქალაქ არის, იგივე ნოქალაქები. გადადიხარ ესეთ ხიდზე. აქ სიმართლე გითხრათ თავიდან შემეშინდა გადასვლა. მაგრამ რაღაც ყველა გადადიოდა მეც გადავედი. ამ ულამაზესი ადგილით დასრულდება ეს ვიდეო. მაღალი ალბათობით ახლა აქედან გადმოხტომით დიდად არ იკლავდნენ. იქნება თავს დამსვენებლები. მაგრამ ვიღაცა იქნება გადანახტომი. აი, აქედან იწყება ის ადგილი, რაც მე ახლა თქვენ გაჩვენეთ. და ამაზე ბევრად მეტი შეგიძლიათ აქ ნახოთ, თუ სიარული არ გეზარებათ. აი, აქედან იწყება. ეს აქედან უნდა დამეწყო ყველაფერი, მაგრამ პირიქით ბოლოდან დავიწყე. აი, აქედან იწყება. აი, ამ ჯადოსნური ხიდიდან. აი, ასეთი ლამაზი ადგილები გვაქვს. ჩემო ძმებო. და უნდა გავუფრთხილდეთ და პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ინფრასტრუქტურა. და უნდა გავალამაზოთ ჩვენი ქვეყანა და მეტი კარგი და საინტერესო ლოკაციები უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ტურისტი რო ჩამოვა, მოეწონოს, გაუხარდეს, გაბედნიერდეს და თავის მეგობარსაც უთხრას, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად ღირს სანახავად. და ის არ უთხრას, რომ ამ ქვეყანაში ნაგავს ყრიან, ამ ქვეყანაში არაფერს არ უფრთხილდებიან. არაფერი არ ხდება ისეთი, გარდა იმისა, რომ ბუნებრივად არის ლამაზი. ასე რომ მეტი გმართებს, მეტია გასაკეთებელი ჩვენ ქვეყანაში. ასეთი მაგარი ლოკაციები ასეთ პატარა ქვეყანაში ბევრგან არ არის. დავასრულეთ ვიდეო.